მადლობა, ძალიან სახელმწიფოებით მალე მაპატიეთ თუ კაცრო. რაც ეხება ჩვენს გადაცემას, გამოფენა სახელწოდებით 90-იანი წლების საქართველო. თელავში მიემგზავრება ექსპოზიცია და ყველა დეტალს გაგვიმხელს რუსკა გიორგაძე, რომელიც პირდაპირ ეთერში გვერდება. გამოფენა სახელწოდებით 90-იანი წლების საქართველო ერთი კვირის განმავლობაში იყო გამოფენილი თბილისში, ყოფილი რედაქციის შენობაში. ეს გამოფენა არტისტთა ჯგუფს ეკუთვნის, რომლის მთავარი ამოცანა იყო 90-იანი წლებისადმი თავისი სათქმელი ეთქვა და დაეფიქსირებინა თავისი პოზიცია და წინ წამოეწია ამ წლების სოციოკულტურული მდგომარეობა და ხაზი გაესვა უახლესი ისტორიისადმი. აქ გამოფენილ ნამუშევრებში ნაჩვენები არის დედაქალაქის მდგომარეობა და საქართველოს სხვა რეგიონების მდგომარეობა 90-იანი წლებიდან დღემდე და იმისათვის რომ უახლესი წარსული აქ მოსული დამთვალიერებლისთვის უფრო კარგად გაეხსენებინათ, ნამუშევრებთან ერთად წარმოდგენილი იყო ვიდეო ინსტალაციები, გრაფიკა, ქანდაკება, ასევე მუსიკალური პერფორმანსები. გამოფენა ახლა თბილისს ტოვებს და ის საქართველოს სხვა რეგიონში გადადის. ამაზე უფრო დეტალურად გამოფენის ერთ-ერთი ორგანიზატორი ირინა ბალანჩივაძე გვესაუბრება. ირინა, როგორი იყო პირველ რიგში რეზონანსი ამ გამოფენისადმი? ძალიან საინტერესო იყო, იმიტომ რომ თვითონ გახსნაზე უამრავი ადამიანი მოვიდა, მოსულთა რაოდენობა 1000-ზე მეტ კაცს გადაარჭარბა. შემდეგ დანარჩენ დღეებში წარწყდებოდა იმ ადამიანების ნაკადი, რომლებიც მოდიოდნენ შტაბ-ჭრილობებში წიგნში დატოვეს მათ თავიანთი მოსაზრებები, გამოხმაურება სოციალურ ქსელში, Facebook-ის მეშვეობით იყო ძალიან მრავალფეროვანი, საინტერესო, მე კმაყოფილი ვარ ძალიან. ეს არ იყო მხოლოდ ვიზუალური გადმოცემა და გახსენება 90-იანი წლების, აქ დამთვალიერებელ საშუალება მიეცა, რომ გამოფენის ფარგლებში ჩართულიყო დისკუსიებში, რომელიც ორჯერ ჩატარდა ამ ერთი კვირის მანძილზე და უფროსი თაობის წარმომადგენლებმა ახალგაზრდებს, ასე ვთქვათ, გაუზიარეს თავიანთი გამოცდილება, ისაუბრეს, იყო რაღაცა კრიტიკული შეკითხვები დასმული აქეთ ამ მხრიდან, რომელზეც მე ვფიქრობ, რომ საინტერესო და კომპეტენტური პასუხები მიიღო დამთვალიერებელმა. ეხლა უკვე ჩვენ მივდივართ თელავში, ანუ თვითონ სათაურიც გამოფენის ეს არის 90 ახალგაზრდა არტისტების თვალით დანახული 90-იანი წლების საქართველო. ჩვენ გვინდოდა რომ საქართველოს რამოდენიმე დიდი ქალაქი მოგვეცო, თუმცა ამ ეტაპზე შევჯერდით თელავზე. თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის დრამატულ თეატრში 24 ოქტომბერს 6 საათზე იქნება გახსნა და გამოფენა გაგრძელდება 26 ოქტომბრამდე 3 დღე. ირაკლი ჟორჟოლიანი ასევე ამ გამოფენის ერთ-ერთი ორგანიზატორი და სპონსორი არის. ირაკლი, რატო გადაწყვიტეთ მოკლედ ესეთი მსგავსი გამოფენა გაგეკეთებინათ თბილისში? ესე იგი, ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის მხარდაჭერით საგრანდო კონკურსის ფარგლებში გაიმარჯვა ახალგაზრდა ხელოვანთა და კურატორთა საზოგადოება, რომელიც ხელოვნების კუთხით თვალისწინებს 90-იანი წლების საქართველოს, ესე ვთქვათ, დანახვას, რომელიც საკმაოდ ინოვაციური პროექტია, გამომდინარე იქიდან, რომ დღეს ჩვენ ქართულ საზოგადოებას არ გაგვიაზრებია თუ რა იყო 90-იანი წლები და ხელოვნება არის ის მექანიზმი, რომელიც რეალურად დაგვანახებს იმ პრობლემატიკას, რომელიც სიტყვაზე დღესაც აქტუალურია. 90-იანი წლები საინტერესოა იმით, რომ საქართველოს დამოუკიდებლობამ მოიპოვა, ხოლო მეორე მხრივ ეს იყო ტრაგიკული ფურცელი საქართველოს ისტორიაში, გულისხმობს სამოქალაქო დაპირისპირებას და ხელოვნება არის სწორედ ის მექანიზმი, რომელიც გამოგვატანინებს, დასკვნებს და შესაბამისად შექმნით უკეთეს მომავალს და სწორედ ამიტომაც ამ ინოვაციურობიდან ამ სიახლიდან გამომდინარე ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდმა გადაწყვიტა დაეფინანსებინა ეს პროექტი და წარმატებას უსურვებ პროექტის ორგანიზატორებს და მომავალშიც დარწმუნებული ვარ გაგრძელდება მსგავსი ინიციატივები. მადლობა. როგორ დაინახეს ახალგაზრდა არტისტებმა საქართველოს უახლესი წარსული, ახლა ამის ნახვა უკვე თელაվել დამთვალიერებელს შეეძლებათ? ძალიან კარგი. თელავში კარგებები ხდება, ძალიან მიყვარს იქაურობა და ძალიან მიხარია. და ისიც მიხარია, რომ ახალგაზრდა ხელოვანებს აქვთ იმის სურვილი, რომ გაცდენ დედაქალაქს და რეგიონებში წარმოადგენენ თავის შეხებებს. მაგის გარშე აუცილებელი, არაფერი არ გამოვა, ეს აუცილებელია. დეცენტრალიზაცია უპირველეს ყოვლისა. და ძაღლის პატრონი გამოჩნდეს, ეხლა ძალიან მინდა რა, იმიტომ რომ კარგი იქნება თუ გამოჩნდება და თუ არ გამოჩნდება პატრონს უპოვით მაინც, იმიტომ რომ რაღაცა ცეცხლჭკიანი ძაღლია და